საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიებას ითხოვს. გია ხუროშვილის განცხადებით მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ხუროშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს და მომხდარს გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირებს. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ჩემთან შემოვიდა ზარი, წუგონოდ თვალმდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის ითხოვდა დაუყოვნებლივ შევხედროდი მას. მე ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან დაინტერესდეს 2 თვის განმავლობაში რომელი უცხების ბალანსზე იმყოფებოდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობდა ამ ნომრით. მიმაჩნია, რომ ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ზეწოლისა და მოთხოვნისა, რომ მე უარი ვთქვა გამოცხადებული გამგებლის კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე და პროვოკაციების დაშინების გზით დაიკავონ მათთვის სასურველი თანამდებობები. მე მგონი ეს თვალნათელი არის ყველასათვის, თუ როგორი აგრესიული არის ჩვენი ოპონენტი, ამას უკვე ოპონირება არ ქვია, ისინი გადადიან ფიზიკურ მუხარაზე და ანგარიშსწორებაზე, ისინი გადადიან პირდაპირ დაშინებაზე და სწორედ ამის ნიმუში არის ბატონი გია ხუროშვილის შემთხვევა. ისინი თუ კი ხედავენ პერსპექტიულ ადამიანს, რომელიც მუშაობს, ან შეიძლება მაჟორიტარი იყოს იმ რაიონში, მაშინვე მასზე მიდის აი ესეთი ზეწოლა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სკამებისათვის ბრძოლა და ეს უკვე მე მგონი მთელმა თბილისმა და მთელმა საქართველომ დაინახა.